მოგესალმებით. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ვიქტორ ორბანის ხელისუფლება შეიცვალოს. Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთა არის ევროკავშირის დასუსტება. აქ სუვერენიტეტის დათმობა და ბრიუსელის დიქტატის მიღება ერთ-ერთი უმთავრესია. ბრიუსელის დიქტატი და მარიონეტების მმართველობა ქმნის შესაფერის მოცემულობას საიმისოდ, რომ Deep State-ის დაკვეთები შესრულდეს. ამ ფონზე უნგრეთში ვიქტორ ორბანის ხელისუფლების არსებობა ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგება ყველა იმ პოლიტიკას, რომელსაც ბრიუსელი ატარებს. ჯერჯერობით ისეთი მოცემულობა არის შექმნილი, რომ მთავარი ყინულმჭრელის პოზიცია სწორედ ორბანს აქვს დაკავებული. მის პოლიტიკასთან ახლოს არის სლოვაკეთში რობერტ ფიცოსა და ჩეხეთში ანდრეი ბაბიშის ხედვები, მაგრამ ბრიუსელის საწინააღმდეგო პოლიტიკის ავანგარდში მაინც ორბანი დგას. ეს მოცემულობა ძალიან კარგად გამოჩნდა ევროკავშირის ლიდერების ბოლო სამიტის დროს. 19 მარტს სამიტი სწორედ იმიტომ იყო შეკრებილი, რომ როგორმე ორბანის ვეტო დაეძლიათ და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევრო დაემტკიცებინათ. თავისთავად სხვა თემებზეც იმსჭელეს, მაგრამ არსებითი სწორედ ეს იყო. მაგრამ ზეწოლამ არ გაჭრა და ორბანის ვეტო ვეტოდ დარჩა. მეტიც იტალიის პრემიერმა ჯორჯია მელონიმაც აღიარა, რომ ორბანის აზრი ესმოდა. როგორც ჩანს, ეს ბოლო წვეთი იყო და ბრიუსელის ბიუროკრატიამ დაიწყო ის, რაც მას ჩვევია: იარლიყების მიწებება და შავი პიარის გავრცელება. დღეს უკვე ნათელი და თავისთავად კომიკურია ის მოცემულობა, რომ ბრიუსელი აბსოლუტურად ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს. ეს ტენდენცია ახალი არ არის. ბრიუსელის ბიუროკრატიისა და მისი სახით Deep State-ისთვის აუცილებელია ისეთი საგარეო მტერი, რომლის არსებობა ყველა უკუღმართ პოლიტიკას გაამართლებს. დღეს სწორედ ასე ხდება. თუ კი ენერგომატარებლებზე ფასები იმატებს, დამნაშავე რუსეთია. თუ კი რომელიმე ქვეყანა ბრიუსელის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, მაშინ პრორუსია. თუ ვინმე არალეგალურ მიგრაციას ეწინააღმდეგება, მაშინაც პრორუსია. მით უმეტეს კრემლის აგენტია ასეთი ხელისუფლება, თუ კი LGBT პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. თუ კი რუსეთთან ომში არ ჩაერთვებიან, ეროვნულ ინტერესებს გაატარებენ და ბრიუსელის დირექტივის საწინააღმდეგოდ საკუთარ ეკონომიკას სანქციებით არ ჩამოშლიან, მაშინაც პრორუსები არიან. ასე ხდება ვიქტორ ორბანის შემთხვევაშიც. როგორც კი ბრიუსელში სამიტი დასრულდა, დაიწყო იმაზე ხმების გავრცელება, რომ ორბანი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი თურმე კონფიდენციალურ ინფორმაციას აწვდიან რუსულ მხარეს. ისიც აღმოჩნდა, რომ თურმე უკრაინის სპეცსამსახურებს პიტერ სიიარტოს ტელეფონის ნომერი მოუპოვებიათ და მას უსმენდნენ. ამას ემატება თავად უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის პირადი მუხარები ორბანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. დღეს ბრიუსელის პოლიტიკის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს ხშირად ევროსკეპტიკოსებს უწოდებენ და მუდმივად ცდილობენ იმ აზრის ჩამოყალიბებას, რომ ვინც ბრიუსელის პოლიტიკას არ იღებს, ის ან პრორუსია, ან რადიკალი. პრაქტიკულად დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთით მოქმედებენ პრინციპით: ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია. შესაბამისად, ბრიუსელისთვის მტერია ორბანი, ფიცო და ყველა, ვინც არალეგალურ მიგრაციასა და LGBT იდეოლოგიას ეწინააღმდეგებიან. მტერია ის, ვინც ანტირუსულ ისტერიას არ გაიზიარებს. მტერია ის, ვინც სუვერენიტეტის დაცვას შეეცდება. ბრიუსელის ანტიუნგრული პოლიტიკის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ტოტალური დეზინფორმაცია და Deep State-ის სამიზნეში ამოღებული ვიქტორ ორბანი. საპარლამენტო არჩევნების წინ Washington Post-ის სკანდალურ მასალას აქვეყნებს. გამოცემა ირწმუნება, თითქოს არსებობს დაზვერვაზე დაფუძნებული ინფორმაცია, რითაც დგინდება, რომ რუსეთი განიხილავს უნგრეთის არჩევნებზე გავლენის სცენარებს. მათ შორის არის ძალიან სენსაციური ვერსიაც. დადგმული თავდასხმა ვიქტორ ორბანზე. Washington Post-ს ეს სენსაცია სათაურშივე გამოაქვს. უნგრეთის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად რუსებმა შეთხზეს პრემიერის წინააღმდეგ დადგმული მკვლელობის მცდელობის სცენარი. თავდასხმის ინსცენირების მიზეზზე გამოცემა განმარტავს და წერს, რომ ასე მოსკოვი ორბანს ელექტორატის მობილიზებაში დაეხმარება. იმისთვის, რომ დაეხმარონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს არჩევნებზე, რომელიც რუსეთის მეგობარია, ოპერატიულმა ჯგუფებმა შესთავაზეს გარდამტეხისლა. მკვლელობის მცდელობის ინსცენირება, რომლის მიზანიც მხარდამჭერების მობილიზებაა. გარდამტეხისვლის გეგმა გამოცემის მიხედვით ევროპულმა სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა და დაადასტურა. Washington Post-ი კი ამ შიდა ინფორმაციას გაეცნო და გამოაქვეყნა.
ასეთი ინციდენტი კამპანიის აღქმას გადაიყვანს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების რაციონალური სფეროდან ემოციურში, სადაც მთავარი თემები გახდება სახელმწიფო უსაფრთხოება, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა და მისი დაცვა. გზავნილი მარტივია. რუსეთი არ მუშაობს მხოლოდ პროპაგანდით. ორბანის გასამარჯვებლად ის მზადაა გამოიყენოს ჰიბრიდული, მათ შორის შოკური სცენარები. ვაშინგტონ პოსტი პარალელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან ავლებს და ირწმუნება, რომ ტრამპზე თავდასხმამ მის მიმართ ინტერესიც გაზარდა და რეიტინგებიც. 2024 წლის ივლისში საარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ თავდასხმას დონალდ ტრამპზე, როდესაც იგი ტყვიამ მსუბუქად გაკაწრა, მოხვა სიმბოლური ფოტოები მისი მონაწილეობით. ქება მისი გამბედაობის გამო და რეიტინგების სწრაფი ზრდა. გამოცემა ასევე დარწმუნებით წერს, რომ ორბანის პოზიციები სუსტია. ის ბრძოლას აგებს. ამიტომაც თავდასხმის ინსცენირებით ის ცდილობს ერთის მხრივ შეცვალოს არჩევნების დღის წესრიგი. მეორეს მხრივ კი ელექტორატის ყურადღების გადატანა სურს ეკონომიკური პრობლემებიდან ემოციურობაში. ვაშინგტონ პოსტის ანალიზით მხოლოდ ასე შეუძლია ორბანს თავი წარმოაჩინოს როგორც სტაბილურობის და უსაფრთხოების სიმბოლო. გააძლიეროს მისი როგორც ლიდერის პოზიცია. ვაშინგტონ პოსტის შემდეგ უნგრეთის არჩევნებში რუსულ კვალზე საუბრობს ჟურნალისტი საბოლ ჩპანი. ის თავის მხრივ ირწმუნება, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახური უნგრეთში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობს. დღეს დილით მან დინერმა გამოაქვეყნა საუბარი ჩემსა და ერთ-ერთ წყაროს შორის, რომელიც როგორც ჩანს ვიღაცებმა ფარულად ჩაწერეს. აღიარა საბოლ ჩპანიმ სოციალურ ქსელში, რომ სწორედ ის არის ის ადამიანი, რომლის ხმა ისმის იმ აუდიო ჩანაწერში, რომელიც ჩვენმა გამოცემამ გაასაჯაროვა. ბრალდება აქაც ყოველგვარი დასაბუთების ან მტკიცებულებების გარეშე ჟღერდება. მთავარ კოზირს Deep State მედიის მეშვეობით ათამაშებს. ჩნდება ინფორმაცია თითქოს ორბანი პუტინის, რბილად რომ ვთქვათ, ინფორმატორია. ინფორმაციებს კი ორი ქვეყნის ლიდერი, საგარეო საქმეთა მინისტრების მეშვეობით ცვლიან. ვაშინგტონ პოსტი იუწყება, რომ უნგრეთის ხელისუფლების შიგნით არსებობენ ფიგურები, რომლებიც პირდაპირ კომუნიკაციაში არიან რუსეთთან. ბრალდება პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს უკავშირდება. გამოცემა წერს, რომ თითქოს ევროკავშირის შეხვედრების დროს სიიარტო შესვენებებზე გადის და ტელეფონით ლავროვს ესაუბრება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების შესვენებების დროს რეგულარულად უკავშირდებოდა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს და აწვდიდა რეალურ დროში ინფორმაციას იმაზე, რაც განიხილებოდა, ამბობს ერთ-ერთი ევროპელი უსაფრთხოების ოფიციალური პირი. ამგვარი ზარების მეშვეობით ფაქტობრივად წლების განმავლობაში ევროკავშირის თითოეულ შეხვედრაზე მოსკოვი თითქოს მაგიდის უკან ზის. აღნიშნა იმავე ოფიციალურმა პირმა. ბრალდებები აქაც ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე ჟღერდება. მიუხედავად ამისა, ის სწრაფად იქცევა პოლიტიკური იარაღად. ერთი ჟურნალისტური განცხადება ხდება საფუძველი იმისთვის, რომ ოპოზიციამ, პროპაგანდისტულმა მედიამ, საერთაშორისო აქტორებმა შექმნან სურათი, სადაც ორბანის ხელისუფლება წარმოდგენილია როგორც რუსეთის აგენტი. მოდელი კლასიკურია და მას Deep State არაერთ ქვეყანაში აქტიურად იყენებს. ჯერ ჩნდება თითქოს მხოლოდ ეჭვი, შემდეგ ეს ეჭვი პროპაგანდის და NGO სექტორის დახმარებით იქცევა ნარატივად. ბოლოს კი უკვე ნარატივის სურთ გაასაღონ ფაქტად. უნგრეთის შემთხვევაში ყველაფერი ერთი ჟურნალისტით იწყება, რომელსაც სოროსი აფინანსებს. ამის შესახებ გამოცემა ევროპიან კონსერვატივი წერს. ყველაფერი დაიწყო ჟურნალისტ საბოლ ჩპანის განცხადებით. ადამიანის, რომელიც ცნობილია სოროსის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ქსელებთან კავშირებით და მუშაობს იმ მედიაში, რომელსაც ადრე USAID აფინანსებდა. ის წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ უნგრეთში ჩავიდნენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტები, რათა საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოეხდინათ. შემდეგ ჩნდება ვაშინგტონ პოსტის სკანდალური ბრალდებებით სავსე სტატია, რომელიც მხოლოდ ანონიმურ წყაროებსა და ეჭვებზეა აგებული. მას ხელს კატერინა ბელტონი აწერს, მაგრამ ვინ არის ის? ამ კითხვაზე პასუხს ევროპიან კონსერვატივი იძლევა. გამოცემა წერს, რომ ბელტონი ახალბედა არ არის. ადრე რუსეთში Financial Times-ის მოსკოვის კორესპონდენტად მუშაობდა. რამდენიმე ხნის უკან კი უნგრეთში ბრიტანეთის საელჩოს მოწვევით ჩავიდა. რამდენიმე კვირის წინ ბელტონი უნგრეთში იმყოფებოდა ბრიტანეთის საელჩოს მიწვევით, რათა წარედგინა თავისი წიგნის უნგრული გამოცემა „პუტინის ადამიანები, როგორ დაიბრუნა KGB-მ ჯერ რუსეთი და შემდეგ გამოიწვია დასავლეთი“. შეთქმულების თეორიებს, რომ ორბანზე თავდასხმის ინსცენირება იგეგმება, რომ ორბანის გარემოცვა რუსეთს ინფორმაციებს აწვდის და რომ რუსი ჰაკერები მოქმედებაზე გადადიან, სწორედ ის აჟღერებს. პარალელურად იგივე ნარატივს ამუშავებს უნგრელი ჟურნალისტი საბოლ ჩპანიც. მალევე ჩნდება აუდიო ჩანაწერი, სადაც პანი აღიარებს, რომ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. გამოცემა მენდინერის თქმით, ჩანაწერი მათ გაუგზავნა სუბიექტმა, რომელიც საკუთარ თავს მეოთხე ძალაუფლების შტოს მიაკუთვნებს.
ჩანაწერში ჟურნალისტი ამბობს, რომ უცხო დაზვერვის სამსახურს სიიარტოს ტელეფონის ნომერი გადასცა. ამ სპეცსამსახურებმა თავის მხრივ კი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზარების მონიტორინგი განახორციელეს და თითქოს ასე დადგინდა ლავროვსა და სიიარტოს შორის ფარული კავშირი. ამავე ჩანაწერში პანი აღნიშნავს, რომ მჭიდრო კავშირი აქვს ოპოზიციური პარტია ტისას ხელმძღვანელობასთან და არ გამორიცხავს, რომ ამ პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში მას ექნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის საშუალება. ერთ-ერთ უკრაინულ YouTube არხზე ირწმუნებიან, რომ ორბანი და მისი გარემოცვა რუსეთს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო იქცეოდა როგორც ნამდვილი ტყუნელა, აგენტი. ევროკავშირის საბჭოს კულუარებში დაზვერვის მონაცემებით ის იყენებდა ნებისმიერ პაუზას, რომ დარბაზიდან გასულიყო და ტელეფონით სერგეი ლავროვისთვის გადაეცა დახურული განხილვების დეტალები. და აქ ორბანის ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული ტოტალური დეზინფორმაცია, რომელსაც დაინტერესებული მედია აქტორები აგორებენ, ახალ მასშტაბს იწენს. პოლიტიკო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები იწყებენ უნგრეთის გამორიცხვას გარკვეული დახურული დისკუსიებიდან. ცდილობენ ბუქარესტს შეუზღუდონ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთთან თანამშრომლობის საბაბით. ევროკავშირი ზღუდავს კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას უნგრეთისთვის და ლიდერები უფრო მცირე ფორმატში იკრიბებიან. რაიმე მტკიცებულებები ან სანდოწყაროები, რა თქმა უნდა, არც პოლიტიკოს აქვს. გამოცემას უწევს კონკრეტული ფიგურების მხრიდან გამოთქმულ პოლიტიკურ შეფასებებს და ეჭვებს დაეყრდნოს. საუბარია პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და ლიტველ ყოფილ საგარეო მინისტრზე. ისინი საუბრობენ რისკზე და უნდობლობაზე, უსაფრთხოების საფრთხეზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებში ხშირად მონაწილე ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი პოლიტიკოს ეუბნება, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს გააფრთხილეს თითქოს უნგრული მხარე ინფორმაციას რუსეთს გადასცემდა. მისი თქმით, ამის გამო თავადაც და მისი კოლეგები ზღუდავდნენ იმ ინფორმაციას, რომელსაც სიიარტოსთან დასწრებით აზიარებდნენ. ამბავი, რომ ორბანის ხალხი ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე დეტალურად აწვდის მოსკოვს ინფორმაციას, არავის უნდა გაუგვირდეს. დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კვირას X-ზე. ამაზე ეჭვები დიდი ხანია გვაქვს. სწორედ ამიტომ ვიღებ სიტყვას მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებელია და ვამბობ მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროა. ახლა ვიქტორ ორბანმა უნდა ამტკიცოს, რომ ის რუსეთის აგენტი არ არის. ეს ისტორია ძალიან ჰგავს დონალდ ტრამპის შემთხვევას. 2016 წლის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია კინაღამ დაანგრია ცილის მწამებლურმა კამპანიამ, რომელიც კოორდინირებული იყო პოლიტიკური, სადაზვერვო და მედიური წრეების უმაღლეს დონეებზე და ამტკიცებდა, რომ ის რუსეთთან შეთქმულებაში იყო. თუმცა შემდეგ გამოძიება ტრამპს ამართლებს. დასტურდება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიყალბე და მისტიფიკაცია იყო. ახლა იგივე გამოწვევის წინაშე ვიქტორ ორბანი დგას. თუმცა უნგრეთის პრემიერი ახლა ცაიდნოტშია. საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე კვირაში გაიმართება. საფუძვლიან გამოძიებას კი თვეები სჭირდება. სწორედ ამაზე აკეთებს გათვლას Deep State. მედიაში უკვე ხმაურია. იბეჭდება ჭორები და ეჭვები. უკვე სახიფათო კითხვებიც ჩნდება. Daily News Hungary კითხულობს, შეიძლება თუ არა უნგრეთი ნატოს და ევროკავშირს დაემშვიდობოს. შეიძლება თუ არა უნგრეთმა დაკარგოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობების გამო. ეს წარმოადგენს პირდაპირ სიგნალს ელექტორატისთვის. თუ უნგრელები ორბანს აირჩევენ, არსებობს რისკი, რომ ქვეყანა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ორბიტას ნაწილობრივ მოსწყდეს. უნგრეთის პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა აშკარად აქტიურ ფაზაში შევიდა. თვალსაჩინოა, რომ ის ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებოდა და პრაქტიკაში იყო გამოცდილი, ახლა კონცენტრირებულად ამოქმედდა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ. Deep State თუ გავლენას ინარჩუნებს, როცა მოლდოვის ან რუმინეთის არჩევნებში ერევა, როცა უკრაინაში არჩევნების გაუქმებას ეთანხმება, უნგრეთში ძველი სქემები არ მუშაობს. მას ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა უწევს. ეს პირველ რიგში აჩვენებს, რამდენად სუსტი პოზიციები აქვს ბრიუსელის ფავორიტს და რამდენად მნიშვნელოვანია ევროკრატიისთვის უნგრეთის არჩევნებში გამარჯვება. ამიტომაც, სადაც შეუძლია თამაშის წესებს ცვლის, სადაც საარჩევნო პროცესს ვერ აკონტროლებს და ვერც მართავს, ფეიკებისა და დეზინფორმაციის დახმარებით გარემოს ცვლის. მისთვის მიუღებელ ფიგურებს ქვეყნის მტრებად, რუსეთის მოკავშირეებად, აგენტებად და მავნებლებად აცხადებს. ასე მათი იმიჯის დაზიანებას ცდილობს. ევროპიან კონსერვატივი არჩევნებზე ჩარევის სქემაზეც წერს. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი ეს ფინანსური ბერკეტებია. ბრიუსელი ფლობს და აკონტროლებს ფონდებს, გრანტებს, ფინანსურ დახმარებებს. ვინც არ მოსწონს, მაგალითად იგივე ვიქტორ ორბანი, მილიონობით ევროს უყინავს. სხვადასხვა მოტივით ასანქცირებს. ასე ცდილობენ მას ეკონომიკური პრობლემები
პრობლემები შეუქმნან. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა კი თავის მხრივ უნგრელები უნდა აიძულონ არჩევანი ევროკრატებისთვის მისაღებ ფიგურაზე გააკეთონ. სქემის მეორე კომპონენტი სამართლებრივი ბერკეტებია. ბრიუსელი აქ მისთვის მიუღებელი ქვეყნების წინააღმდეგ კრიტიკული შინაარსის რეზოლუციებს იყენებს. მესამე ბერკეტი ეს მედია და NGO სექტორია. ისეთ რეგულაციებს იღებს და აწესებს, რომ მისთვის მიუღებელი ნარატივი არ გაჟღერდეს. ასე ხდება სასურველი ნარატივების ფორმირება, მიღებული პერსონებისთვის იმიჯის დაზიანება, გადაწყვეტილებას ხალხი იღებს საარჩევნო ურნასთან. თუმცა ევროკრატები ცდილობენ გარემოზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლების განწყობებზე. ეს არის გარემოს მართვა. ფინანსები, მედია, სამართალი და ციფრული სივრცე ერთდროულად მოქმედებს. არჩევნები ფორმალურად თავისუფალია, მაგრამ რეალურად წინასწარ დაგეგმილ სივრცეში მიმდინარეობს. გარემოს შეცვლით შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა მხოლოდ საარჩევნოდ არ ხდება. ეს სქემა იწყებს ამოქმედებას მაშინაც, როცა ესა თუ ის ქვეყანა ევროკრატებისთვის მიუღებელი კანონის შემოღებას და ამოქმედებას ცდილობს. მაგალითად, ჩეხეთი ახლა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მსჯელობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონი გარე გავლენების გასაკონტროლებლად და გამჭვირვალობისთვის ჭირდება. მისი მთავრობა ასევე ამზადებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რომელიც მოითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები, რომლებიც ჩართული არიან ბუნდოვან განსაზღვრულ პოლიტიკურ საქმიანობაში და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, დარეგისტრირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მაღალი ჯარიმები დაეკისრებათ. ასე რომ ევრობიუროკრატიისთვის ბრძოლა იშვიათად მიმდინარეობს პირდაპირი კონფლიქტის ფორმით. პრაქტიკა და მათ შორის ქართული გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ის მოქმედებს ფარულად, ან იყენებს ფინანსურ ბერკეტებს, სამართლებრივ პროცედურებს, რეპუტაციულ ზეწოლას, ქმნიან გარემოს, სადაც არასასურველი პოლიტიკური კურსი თანდათან იზღუდება. პოლიტიკური ფიგურა კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. საქართველოში ამ სცენარის განხორციელება არ გამოვიდა. Deep State-ის სქემებმა არ იმუშავა. როგორც ჩანს, მას არც უნგრეთში აქვს ეფექტი. ამიტომაც გადავიდნენ აგრესიულ და ხისტ მეთოდებზე. ის, რაც ბრიუსელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს აღიზიანებთ, არის შტატების ურყევი მხარდაჭერა ორბანის მიმართ. მაშინ, როდესაც ბრიუსელი სავაჭრო და ენერგეტიკულ კრიზისში არის გახვეული, შტატების პრეზიდენტის ასეთი მხარდაჭერა ორბანის მიმართ საკმაოდ უსიამოვნოა. სწორედ ამიტომ ხდება, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინის ხელით ნავთობის მიწოდება გადაუკეტეს და ახლა იმასაც ცდილობენ, რომ შავ ზღვაზე გამავალი გაზსადენების მუშაობაც როგორმე შეაფერხონ. თუკი ჩრდილოეთი ნაკადების მაგალითს შევხედავთ, ასეთი სურვილი და მცდელობები სავსებით ახსნადი იქნება. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.